თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე. საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრი ლიტვის ზედამხედველობისა და არალეგალური შრომის ინსპექტირების მეთოდებს გაეცნო. პატა ტრაპაიძე ასევე გამართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც ისაუბრეს იმაზე, რომ ოფიციალური ვილნიუსი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ლიტველი ბიზნესმენების ჩამოსვლას საქართველოში და ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებას. დავით კაკულია საუბრობს ვილნიუსიდან. ბიზნესის ზედამხედველობა, არალეგალური შრომის პრევენცია, ეს საკითხებია, რომელზეც დღეს საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრმა რამდენიმე შეხვედრა გამართა თავისი ლიტველ კოლეგებთან ერთად. ლიტვური გამოცდილების გაზიარება პატა ტრაპაიძეს თქმით არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ლიტვამ გზა, რომელსაც ახლა საქართველო გადის, უკვე გაიარა. ამ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრი დასაქმების სფეროში რამდენიმე შეხვედრას გამართავს. კიდევ მას ექნება შეხვედრა როგორც ბიზნეს სექტორთან, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან. ლიტვა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია და ეს არის ჩვენთვის ხიდი საქართველოს რეალურ სიტუაციასა და ევროკავშირის შორის. ჩვენ ნახეთ აქ ძალიან ბევრი საინტერესო თემა, რომელიც პირდაპირ გადმოსატანია. ჩვენ არ აქვს დრო, რომ გამოვიგონოთ კიდევ ერთი ხელახლა ველოსიპედი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ლიტვისაგან ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ და მისაღები რაც არის, ის სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ, რომ უახლოეს მომავალში მეტი სარგებელი მოუტანოთ ხალხს. Пути, которые идут Грузия. საქართველოს სწრაფად გაივლის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, როდესაც ლიტვა შეუერთდება ამ ორგანიზაციას, ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდება და გაგვიადვილდება უცხო პრინციპების გაცნობიერება არალეგალურ მუშაობასთან, დაზღვევასთან და გარანტიებთან დაკავშირებით. მინისტრის ვიზიტის შემდეგ კიდევ ერთხელ იყო თხოვნა, რომ შეიკრიბოს ძალიან დიდი დელეგაცია, ძალიან ცნობილი დიდი ბიზნესმენების, რომელთაც შემიძლია რომ მე გამოვუძღვე საქართველოში, შევაჩვენოთ ყველა სფერო, კიდევ ერთხელ დაათვალიეროს და კიდევ ერთხელ განსაზღვროს თავის არეალის, რაც შეიძლება დიდი ინვესტიციების ჩამოტანა. კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც პატა ტრაპაიძემ დღეს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართა, იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ქართულმა დელეგაციამ მყარი გარანტიები მიიღო იმისა, რომ ლიტვის ბიზნეს სექტორი გააგრძელებს ინვესტიციების ჩადებას საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის დაძლევას ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით რამდენიმე კვირაში სავარაუდოდ უკვე გაიმართება საკმაოდ მსხვილი ბიზნეს ფორუმი თბილისში. საქართველოს და ლიტვას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მოხარული ვართ დასაქმების მინისტრის პირველი ვიზიტი, რომ ჩვენს ქვეყანაში შედგა. რამდენიმე წლის წინ ლიტვამ რთული პერიოდი გამოიარა. უმუშევართა რიცხვი თითქმის გასამაგდა ფინანსური კრიზისის გამო. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმირება, არამედ შეთანხმების მიღწევა დამსაქმებლებთან, პენსიონერებთან, უმუშევარ ადამიანებთან. საქართველოსაც აქვს დასაქმების სფეროში პრობლემები და ვფიქრობთ, ჩვენი გამოცდილება მის გადაჭრაში დაეხმარება. დღევანდელი შეხვედრებით დასტურდება, რომ ლიტვა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. სიმბოლურია, რომ დასაქმების მინისტრი პირველი ვიზიტით ჩვენთან ჩამოვიდა. ლიტვამ მზად არის გაუზიაროს თქვენს ქვეყანას ის რეფორმები და გამოცდილება, რომელიც დასაქმების კუთხით განხორციელდა ლიტვაში. ჩვენ ველოდებით უახლოეს ხანში თავისთავად ცხადია დიდი ინვესტიციების შემოსვლას ლიტვის რესპუბლიკიდან, რაც თავისთავად აისახება დასაქმებაზე ჩვენი მოსახლეობის და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს ის მაღალხარისხიანი და სამუშაო ადგილები, რომელსაც დღეს ჩვენ ვიმსახურებთ. კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი დასაქმების სფეროში პატა ტრაპაიძე გამართავს ლიტვის დედაქალაქში, იქნება შრომის ბირჟაზე. ის გაეცნობა ლიტვის შრომის ბირჟის მუშაობას, მას ექნება რამდენიმე შეხვედრა შრომის ბირჟის წარმომადგენლებთან. როგორც პატა ტრაპაიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ქართული დელეგაცია კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანასთან, იმისთვის, რათა გაიზიარონ გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყნებს აქვს დაგროვილი დასაქმების სფეროში და უმუშევრობის დაძლევაში.